საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თარიღს და ეროვნულ გმირებს იხსენებს 104 წლის წინ ქვეყანაში რუსეთის მე-11 არმია შემოიჭრა და დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა 1921 წლის 25 თებერვალს დამოუკიდებლობის დაკარგვას და გასაბჭოებას წინ უთანასწორო შეტაკებები და ქართველების თავგანწირული ბრძოლები უძღოდა. დედაქალაქის შემოგარენში კოჯორსა და ტაბახმოლოში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის გამართული გადამწყვეტი ბრძოლების გმირებად იქცნა სამხედრო სასწავლებლის სტუდენტები. ისტორიას იუნკერების გმირობისა და თავგანწირვის ერთი ამბავი შემორჩა. იუნკერებმა გვარდიის ჯარისკაცებთან ერთად რუსეთის წითელ არმიას სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს. შეტაკებების დროს მათი უმეტესობა დაიღუპა. ქვეყანაში დღეს სახელმწიფო დროშები დაეშვა 104 წლის წინანდელი ტრაგიკული მოვლენების 60 წლიანი საბჭოთა რეჟიმის ოკუპაციის სიმძიმე და მისი თამდევი რეპრესიები ტრადიციულად იუნკერების საფლავთან გაიხსენეს. მე რა მინდა იცით, ჩემმა მოსწავლეებმა თავისი თვალით ნახონ რა კლიმატური პირობებია აქეთ და რა საშინელებაში იბრძოდნენ ის ახალგაზრდები, მათი თანატოლები თითქმის. ისტორიის მასწავლებელმა ნატალია ბექაურმა საკუთარ მოსწავლეებს 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული თარიღისა და იმავდროულად გმირობის მაგალითების შესახებ ცნობები ზუსტად იმ ადგილიდან მიაწოდა, სადაც თავისუფლებისთვის ბრძოლის მორიგი ისტორია დაიწერა. უკვე 8 წელია პედაგოგს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალადან კოჯურ ტაბახმელას მისადგომებთან ჩამოხავს. იქ, სადაც 104 წლის წინ რუსეთის მე-11 წითელი არმიის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობდა და 20-25 წლის ქართველი იუნკერები სამშობლოს დასაცავად ტყვია წამლის დეფიციტის პირობებში შიშველი ხელებით იბრძოდნენ. იბრძოდნენ ყინვაში, ნისლში, თოვლში. იყვნენ გმირებს შორის გმირებიც. შალვა ერისთავი ასეულის გადასარჩენად მტრის ტყვიან ფრქვევს გადაეფარა. დღეს ამ ადგილზე იუნკერთა მემორიალია, რომელსაც ისტორიით ამაყი თაობა ყოველ 25 თებერვალს ფერადი ყვავილებით ამკობს. მე ვფიქრობ, რომ უნდა შემოგვიერთდნენ სხვა სკოლებიც. ზემოთ ავალთ ეხლა კოჯორში და იქაც მივაგებთ პატივს, სადაც მიმდინარეობდა ესეთი საშინელი ბრძოლები. შემშულთან ერთად მოვედი, დღეს ისტორიული დღე არის, ტრაგიკული დღეც არის ამავდროულად, მაგრამ ჩვენთვის როგორც ჩვენი ასე ვთქვათ მომავალი თაობისთვის ეს არის გმირების ტოლფასი დღე. რუსული არმიის წინააღმდეგ 5-კვირიან ბრძოლაში დაიღუპა 19 წლის სტუდენტი მარო მაყაშვილი. ის წითელი არმიის შემოჭრის დღეებში ფრონტზე მოხალისედ წავიდა. წითელ ჯვარში ჩაეწერა მოწყალების დად და შეუერთდა კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს. 19 თებერვალს ის ყუმბარის ნამსხვრევით კეფაში სასიკვდილოდ დაიჭრა. ომში წასული ყველა ადამიანის მიზანი იყო ერთი: დაეცვათ 3 წლის წინ მოპოვებული თავისუფლება, თუმცა 25 თებერვალს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა და საქართველოს საბჭოთა კავშირის ნაწილი გახდა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. დამარცხების მიუხედავად ეს ადგილი თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. საუკუნის წინანდელი ტრაგიკული მოვლენების ეპიცენტრში გმირების ხსოვნის პატივსაცემად იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, დედაქალაქის მერი, პარლამენტის თავმჯდომარე. ეს არის ერთი მხრივ ტრაგიკული დღე, ეს არის ჩვენ ქვეყნის ოკუპაციის დღე, მეორე მხრივ ეს დღე გვახსენებს, რა თქმა უნდა, ქართველების გმირობას, თავგანწირულ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის და ეს დღე უნდა გვახსენებდეს ჩვენ, რა თქმა უნდა, იმას, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ეს არის მუდმივი პროცესი, ჩვენ მუდმივად უნდა ვიბრძოდეთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და მაგალითი უნდა ავიღოთ ჩვენი გმირებისგან. ყველა მუხლ მოდრეკით და ქედ მოდრეკით ამოვდივართ ესეთ ადგილებზე, სადაც უკვდავება პოვეს ჩვენმა გმირებმა. გვახსოვდეს ისინი, გვახსოვდეს ერთმანეთი და გვახსოვდეს ეს ქვეყანა. ეს ქვეყანა უდაოდ იქნება ძლიერი, თავისუფალი და ლაღი. მემორიალთან იმყოფებოდა ოპოზიციის ნაწილიც და მათ შორის ექს-პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. სატელევიზიო ფორმატი თითოეულმა მათგანმა ხელისუფლების კრიტიკის მიზნითაც გამოიყენა. ოპონირების რეჟიმში მყოფები ფიქრობენ, რომ ქართულ ოცნებას პრორუსული კურსი აქვს და ის დასამარცხებელია. ვინც დღეს აქ მოვიდა და მოკიბული ენით რუსეთიც ვერ ახსენა, ის არ არის ამ ადამიანების სულის წრფელი მეხოტბე და ერთგული. იმიტომ რომ ეს ადამიანები, ეს ახალგაზრდები, ვინც ტაბახმელაზე და კოჯორში იბრძოდნენ ბოლომდე, იბრძოდნენ, კი არ დაუთმეს ქვეყანა, კი არ დაწვენ.
კი არ დაიჩოქეს. თავშეწირვა არის სწორედ რამაც მოიყვანა დღემდე ჩვენი სახელმწიფო თავისუფლების ბრძოლას ყოველთვის აქ აზრი აცარული და აღმატებული იყოს სტერილი ხოვნებით. მათ მოგცეს მაგალითი. თუ როგორ უნდა იბრძოლოს შენი ქვეყნისთვის 104 წელი გავიდა იმის შემდგომ, რაც ჩვენმა წინაპრებმა გვაჩვენეს გმირობის მაგალითი რუსულ იმპერიასთან უშეღავათო ბრძოლაში და დღეს ჩვენ ვართ აი ამ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე, როდესაც საბოლოოდ უნდა დამარცხდეს რუსული ბოროტების იმპერია საქართველოში, საბოლოოდ უნდა დამარცხდეს უკრაინაში, საბოლოოდ უნდა დამარცხდეს მოლდოვაში და სხვა ქვეყნებში, იმიტომ რომ რუსული იმპერიის ხანა უნდა ჩაბარდეს წარსულში და მათ შორის საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი აი რუსეთის იმპერიის ბოლო ნარჩენები გავისტუმროთ. ოპონენტების კომენტარები პარლამენტის თავმჯდომარეს სერგო ორჯონიკიძეს ახსენებს. ქართველს, რომელმაც უხელმძღვანელა ბოლშევიკების შემოჭრას საქართველოში 1921 წელს. შალვა პაპუაშვილი პარალელს ავლებს თანამედროვე რეალობასთან და ამბობს, რომ ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან მისი ფუნდამენტის მორყევას მავანი დღემდე ცდილობს, თუმცა 104 წლის წინ და მის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებში დაწერილი ისტორია ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის საკმარისი მაგალითია საიმისოდ, რომ დამოუკიდებლობას მოფრთხილება სჭირდება. ეს დღე გვახსენებს თუ რამდენად რთულ რეგიონში ვართ ჩვენ 1921 წელს სამწუხაროდ ჩვენ ვერ შევძელით რომ ჩვენი დამოუკიდებლობა შევგენარჩუნებინა. მაშინაც ხედავდით ქართველებს რომლებიც ნაწილი იყვნენ ჩვენი დამოუკიდებლობის ხელყოფისა. მაშინაც იყვნენ ქვეყნები, ჯგუფები უცხოეთიდან რომლებიც გვპირდებოდნენ მხარდაჭერას, გვერდში დგომას, მაგრამ საქმეზე რომ მიდგა ჩვენი იუნკერების, ჩვენი ჯარისკაცების დასაცავი გახდა ეს ქვეყანა და სამწუხაროდ ამ დიდ ძალას მაშინ ჩვენი ქვეყანა ვერ გაუმკლავდა. გავიდა წლები და დღესაც ვფიქრობთ რა თქმა უნდა იმაზე, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა ისეთივე მოსაფრთხილებელია, როგორც მაშინ იყო. საბჭოთა ოკუპაცია 70 წელი გაგრძელდა. საქართველოს დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვება 1991 წელს შეძლო. თუმცა ამ დრომდე ოკუპირებული რჩება ტერიტორიების 20%. სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ამ გამოწვევის წინაშე მშვიდობიანი პოლიტიკით იმოქმედებს. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული. ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით დროშები დაშვებულია ქვეყნის ადმინისტრაციულ და საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების შენობებზე.